მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაკში ახალგაზრდები, რომელიც იყვნენ მდინარეზე ჩასული, 6 ახალგაზრდა აქედან 3 სამწუხაროდ მდინარეში დაიღუპა. სამზარავი ფაქტია, 19-დან 22 წლამდე ინიშნება და მუნიციპალიტეტის შეძლებებში დაუდგება ბოჭი. რა შუა დღე იყო, საათი ზუსტად არ მახსოვს, არ გვინახია. რო ჩავედით, მივედით და უნდა გვეცურავა იმას და თავიდან აპირში ცურავდნენ, ეშინოდა, ცურვა არავინ არ იცოდა. მარტო იმამიცეს კარგად ცოტა რა. და შევიდნენ წყალში, ღრმა წყალში შევიდნენ და უკან დაუბრუნდეთო. უკანაც ვეღარ გამოვიდნენ და ეგრევე ჩაიტანა წყალმა და ჩაძირა. სულ ვიყავით 6 და 3 გადავრჩით და 3 დაიხსნო. ხო პატარა 2 წლის ბავშვი idi და ნაპირზე იქ გველოდებოდა. აი ის კიდე კაი ისიც არ ჩავარდა ნაპირში ვერ ოიჯდა. იხჩობოდა ორივე ჩემ ხელებზე იყვნენ დაკიდებულები და უცებ ჩავარდნენ. რომ ჩავარდნენ მე ერთის გამოყენა შევძელი მაგრამ იმიტომ რომ მეც ღრმა იყო წყალი და მეც ვარდებოდი. რომ გამოვედი რომ გავიხედე ორივე იხჩობოდნენ. ერთი გამოყენა შევძელი მეორეზე რომ შევტრიალდი ის აღარ ჩანდა. გამოვედი. მე დაახლოებით 4 იქნებოდა საათი რომ დამირეკეს და იქ ჩავედით და 7-ისკენ ვიპოვეთ რა. 7 საათი, 3 საათი იყო შუაში. ნუ მე რო ჩავედი მაშინას რო გვიპოვა ალბათ 5% იყო გადარჩენისა, მაგრამ არ ამგონია გაგვჩვენები იყო. გულები ქონდათ სკოლას დახეთქილი. რა, ერთ 3 ადამიანი იყო იქ და პატარა ბავშვი. ესენი ვინც გადაარჩინა ეს გოგოტი რითმას ვერ დავრეკე რასტორმოს. არც არის ღმა მიდიხარ ესეა და უცბად არის ჩასავარდნი ეს. ეთყობა ან დინამიტი აფეთქებული თევზისთვის რა ვიცევა. გამოღებულია ეს ევროპა რა. და გოგოები ორივე ერთად იწვევენ ეგ. ან მეორე შვილიშვილი დაუძახია ის რომ შესულა გამოსაყვანად ერთი გამოუყვანია ნაპირზე და მეორეთ რომ შებრუნებულა იმისთვის არა უკვე აღარ ჩანდნენ ისინი და ესეც თითქოს ძირავსო და ამას დაუკვირია რომ აჩიკო აღარ შეხვიდეთ თუ არ ჩანონ და ვერ გადაარჩენ შენც არ დაიხჩო და გამოსულა უკანამდე